ყველას და დიდი მადლობა რომ დამიძახეთ. მადლობა თქვენ. ეს გადაცემაში. და მე დავიწყებ ზუსტად აი ამ აქციით, რასაც ქვია არაოკუპაციას და ჩემს პოზიციას მოგახსენებთ და პირველ რიგში დავიწყებ საყვედურით საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ სხვას ვერავის უსაყვედურებ. ჩემში ძალიან დიდი ხანია ეს პროტესტი განსაკუთრებული სიმძაფრით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მწიფდებოდა ალბათ წლების განმავლობაში და ისე დაემთხვა რომ ასე ვთქვათ აი ეს გადაწყვეტილება რომ გამოვიდე კიბერსივრციდან, ანუ მხოლოდ სოციალური ქსელის სივრციდან მივიღე სულ რაღაც რამოდენიმე დღის წინ და ამისთვის პირველ რიგში კიდევ ვიმეორებ საყვედური პირველ რიგში საკუთარ თავს და აი იმ პერიოდს რა პერიოდის მე ამას მოვანდომე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ჩემთვის არჩევანი ამ შემთხვევაში არ არსებობდა მიუხედავად იმისა რომ ახლა რასაც ვისმენდი ბევრ რამეს შეიძლება დავეთანხმო და ბევრ რამეს შეიძლება არ დავეთანხმო ამაზე ოდნავ მოგვიანებით მაგრამ ჩემთვის ფრონტი დეოკუპაციის წინააღმდეგ გაიხსნა და დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი იყო ზუსტად იმ კუთხით რომ მე გამოვედი უკვე ასე ვთქვათ აქტიურ სარბიელზე, რაც გულისხმობს ამიერიდან ველზე გამოსვლას და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას. მოკლედ გაგაცნობ ჩემი ხედვის და ჩემი გეგმების შესახებ, რომელიც დამალული და გასაიდუმლოებული ნამდვილად არ არის. ეს არის შემდეგი რომ შევქმნი და იქმნება ზუსტად ჯგუფი, საინიციატივო ჯგუფი იმ ადამიანების, არავითარ შემთხვევაში არც პარტიული და არა რაიმე სხვანის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ასეთი რამ თქვა რომ ვინც ამ აქციებში მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობის მიმდევრებად გამოაცხადა ყველა ჩემ და გასაკვირად ირაკლის სესიაში. მე მოусმინე ბატონ ირაკლის განცხადებას და მან განმარტა იქ გააკეთა რომ ყველა არ იყო, თუმცა ხაზს გაუსვავ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ნამდვილად არ ქონდა რომელი პარტიიდან იყო ადამიანი იქ წარმოდგენილი. მთავარი არის და ჩემი მთავარი მესიჯი და ალბათ ყველა ქართველის და საქართველოს მოქალაქის მესიჯი უნდა იყოს რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ ზუსტად უნდა ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში რომ გავერთიანდეთ ერთი ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი მიზნის ირგვლივ და ყველაზე მთავარი ომის ირგვლივ ეს არის ომი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ალბათ ყველაზე მტკივნეული თემა, რომელიც დაწყებული არის 99 წლის 9 აპრილიდან და დღემდე მიმდინარეობს ეს შინაგანი, ასე ვთქვათ, ჩემი ბრძოლა, რომელიც გამოისახა იმაში, რომ ამიერიდან ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო პატრულირებას საზღვართან უშუალო სიახლოვეს. ჩვენ აი ჩემნაირი ადამიანები, ვინც გადაწყვიტა რომ დრო არის გამოვიდეთ სოციალური ქსელიდან და დავეხმაროთ ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენს მთავრობას ამ ბრძოლაში. ჩვენ ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები აბსოლუტურად არც ერთი პარტიის წევრები, შეიძლება პარტიის წევრებიც იყვნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს დამერწმუნეთ. მთავარი არის ის, რომ ადამიანებმა გადაწყვიტეს გაერთიანება, ვინაიდან ძალა ერთობაშია და ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი. ჩვენ ვიწყებთ პატრულირებას, ჩვენ ვიწყებთ მაქსიმალურ ხმაურს, ჩვენ შევეცდებით დავეხმაროთ ჩვენს მთავრობას ამ მესიჯების გაგზავნაში უცხოეთში იმისათვის რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები კიდევ უფრო დარწმუნდნენ რომ ჩვენ ყველანი ძალიან შეწუხებულები ვართ ამ ოკუპაციით, აი ამ მტრული ნაბიჯებით, რასაც რუსეთი დგამს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დავიწყებთ აი ამ მოძრაობას ძალიან მალე უახლოეს დღეებში და არ გავჩერდებით მანამ სანამ არ მივაღწევთ
წარმატებას აი ამ ფრონტზე. მადლობა დიდი. მადლობა დათო, წარმატებას გისურვებ. დავით კაცარავა საუბრობდა პირდაპირ ეთერში, მე ისევ სტუდიაში უნდა გადმოვიდე, დათოს დავემშვიდობები. ერთი წუთით მინდა რომ ერთად ნახოთ ეხლა რა ხდება აღმაშენებელზე და უკვე ისევ მაგიდასთან ჩვენ სტუმრებს